მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე სამხრეთ კავკასიაში. განსაკუთრებით საინტერესო საკითხი უნდა იყოს იმის და გათვალისწინებით, თუ რა მოვლენები დატრიალდა ამ რეგიონში ამ ბოლო დღეების განმავლობაში. ხედველობაში მაქვს რუსეთსა და სომხეთს შორის, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს. ორივე შემთხვევაში დაძაბულობის ახალი, ასე ვთქვათ, პერიოდი დაიწყო და დავიწყებთ აზერბაიჯანით. ჩვენთვის კარგად ცნობილი მოვლენები, კერძოდ კი თვითმფრინავის ჩამოვარდნა 2024 წლის ბოლოს. ამან გამოიწვია დაძაბულობა მოსკოვსა და ბაქოს შორის. გარკვეულწილად ამის შემდეგ სიმშვიდის რამდენიმე თვე იყო, ხოლო ივნისის ბოლოს კი უკვე ქალაქ ეკატერინბურგში მოხდარმა მოვლენებმა ახალი ეტაპი წამოიწყო ამ დაძაბულობისა ორ ქვეყანას შორის და ამიერიდან უკვე ჩვენ თავად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში ხარისხობრივად ახალი ეტაპი იწყება. მაინც და მაინც დადებითი ეტაპი არ არის ორივე ქვეყნისთვის, რადგან ოფიციალურად ორი ქვეყანა მოკავშირეა, რადგან 2022 წლის დასაწყისში მათ მოაწერეს საკუთარ გრძელ ხელშეკრულებას თანამშრომლობისა და პარტნიორობის, რომელშიც პრაქტიკულად აღნიშნულია ის, რომ სამოკავშირეო ურთიერთობები აქვთ მოსკოვსა და ბაქოს. მაგრამ აქ ჩვენთვის საინტერესო ის არის, რომ ბაქოს საგარეო პოლიტიკური კურსი შეიძლება არ შეიცვალა რადიკალურად ამ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ყარაბაღის დაბრუნების შემდეგ, მაგრამ ის არის განსხვავებული იმისგან, თუ რა იყო 2023 წლამდე. კერძოდ, აზერბაიჯანი სულ უფრო მეტად ამ მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას მიყვება, რაც ნიშნავს იმას, რომ ყარაბაღის დაბრუნების შემდეგ, როდესაც უკვე აზერბაიჯანს სულ უფრო ნაკლები სურვილი და ალბათ საჭიროებაც ჰქონდა, რომ რუსეთთან ყოფილიყო განსაკუთრებით ახლოს, დაიწყო უკვე სხვა ქვეყნებთან ახლო ურთიერთობების გამყარება. ეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეხება პაკისტანს, ეხება სპარსეთის ყურის მდიდარ არაბულ ქვეყნებს, ცენტრალური აზიის ორ უმნიშვნელოვანეს ქვეყანას, ეს არის ყაზახეთი და უზბეკეთი. გარკვეულწილად ურთიერთობების დალაგება ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ვიცით, რომ საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა უკვე ირანის ისლამურ რესპუბლიკასთანაც და აზერბაიჯანი უკვე იყურება ჩინეთისკენაც, რაც აი სახაკიდევაც, ვთქვათ, ახალ სტრატეგიულ ხელშეკრულებაში, ასე ვთქვათ, ამ ორ ქვეყანას შორის და აზერბაიჯანი ასევე იყურება ვიეტნამისკენაც და სხვა, ასე ვთქვათ, დიდ აზიურ ქვეყნისკენ. მიზეზი არის მარტივი. მეტი ინვესტიცია შემოვიდეს, მეტი სამხედრო თუ პოლიტიკური თანამშრომლობა იყოს, მაგრამ ფაქტად რჩება, რომ აზერბაიჯანი სულ უფრო მეტად ცდილობს, ასე ვთქვათ, მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა აწარმოოს და რა თქმა უნდა, აი ამ ყველა, ასე ვთქვათ, გაზრდილ კონტაქტს გაფართოებულ თანამშრომლობას უნდა მიემატოს, რა თქმა უნდა, ტრადიციულად ახლო ურთიერთობები თურქეთთან და ისრაელთან. ფაქტია, რომ 2023 წლიდან მოხდა აი ამ ურთიერთობების მეტად განვითარება, რაც რა თქმა უნდა იძლევა საფუძველს, რომ ვივარაუდოთ, რამდენად შეუწყო აი ამ შეცვლილმა, ნაწილობრივ შეცვლილმა საგარეო პოლიტიკამ იმ დაძაბულობას, რაც აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის არის.
ჩვენთვის კარგად ცნობილია, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიისადმი მაინც დაფუძნებულია ერთ მარტივ მიდგომაზე, რომ ამ რეგიონში სულ უფრო ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილნი არარეგიონული ძალები. მეორე ალბათ ის არის, რომ რუსეთი თვითონ ცდილობს იყოს წარმმართველი ძალა ამ რეგიონში, რადგან მას აქვს პრინციპში ამის რესურსები და ეს რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ერთი მარტივი მიზეზის გამო. სამხრეთ კავკასია არის ერთ-ერთი იმ კრიტიკული რეგიონთაგანი, რომელთა კონტროლითაც, ასე ვთქვათ, პირდაპირ თუ არა პირდაპირ, ასე ვთქვათ, ხერხებით რუსეთს ეძლევა საშუალება თავი დაიმკვიდროს როგორც დიდი ძალა მსოფლიო პოლიტიკაში. შესაბამისად, როდესაც აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკაში იწყება ესეთი ცვლილებები, რომელიც შეიძლება პირდაპირ არ ეხებოდეს რუსეთს, მაგრამ პირობად ის აუცილებლად ეხება მის გავლენას ამ რეგიონში და რეგიონში შემოდიან სხვა არარეგიონული, ასე ვთქვათ, მოთამაშეები და აზერბაიჯანს უკვე სულ უფრო ნაკლებად ესაჭიროება იყოს დამოკიდებული რუსეთის სურვილებზე და, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად ინტერესებზეც, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოხდა უკვე ყარაბაღის დაბრუნება, ეს რა თქმა უნდა იწვევს გრძელვადიან დაძაბულობას ორ ქვეყანას შორის. მიზეზი მარტივია. მიუხედავად აი ამ ბოლოდროინდელი მოვლენებისა, საფუძველი ურთიერთ, ასე ვთქვათ, დაძაბულობისა მაინც არის უფრო გეოპოლიტიკური ხასიათის, უფრო ფუნდამენტური ხასიათის და მიუხედავად აი ამ ასე ვთქვათ, ცდილობებისა პრინციპში ორივე ქვეყნის მხრიდან, რომ ურთიერთობები არ გაფუჭდეს, მაინც დაძაბულობა გარკვეულწილად ამ ორ ქვეყანას შორის იქნება, რადგან კიდევ ერთხელ გეოპოლიტიკურად სულ უფრო, ასე ვთქვათ, განსხვავებული ხედვები გააჩნია, ასე ვთქვათ, მოსკოვს და ბაქოს. აი ამის ფონზე რუსეთს ექნება პრობლემები უკვე სომხეთთან ურთიერთობაში. ჩვენთვის კარგად ცნობილია ის, რომ ეს დაძაბულობა ერევანსა და მოსკოვს შორის უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდება, მაგრამ ამ ბოლო დროს ნათელია ის, რომ რუსეთი, რომელიც, ვთქვათ, რომელსაც აქვს თავისი პრობლემები აზერბაიჯანთან, დაკავებულია თავისი, ასე ვთქვათ, ომით უკრაინაში, მას ასევე მაინც ნაკლები რესურსი აქვს, იქნება ეს სამხედრო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური, რომ სამხრეთ კავკასია, მიუხედავად ამ რეგიონის მცირე ზომისა, სრულად მოაქციოს თავისი გავლენის ქვეშ. ამაში არ გულისხმობ პირდაპირ სამხედრო გავლენას, არამედ უფრო, ასე ვთქვათ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, გეოეკონომიკურ, გეოპოლიტიკურ, ასე ვთქვათ, გავლენას. და ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ აზერბაიჯანთან მიმართებაში რუსეთს მაინც არ გამოუვიდა ქვეყნის სრულად მოქცევა თავისი გავლენის ქვეშ და იგივეს თქმა შეიძლება სომხეთზეც და ამის კარგი მაგალითია უკვე სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ანკარაში, სადაც პრინციპში ორი ქვეყნის ლიდერმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფანი, პოტენციურად საზღვრის გახსნა და ასევე პოტენციურად უკვე დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბება. ნათელია ის, რომ სომხეთისთვის რუსეთი აღარ წარმოადგენს, ასე ვთქვათ, ერთადერთ ქვეყანას, ვიზით შეიძლება იყოს დამოკიდებული ქვეყნის უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და ასე შემდეგ. ჩვენ ამაზე უფრო ვრცლად ვისაუბრეთ წინა ვიდეოში, მაგრამ აქ შეგვიძლია
ძალიან მოკლედ შევეხოთ ამ საკითხს და ვახსენოთ, რომ სომხეთისთვის დღეს შეიქმნა ისეთი საგარეო პოლიტიკური პირობები, სადაც მეტი შანსი იქნება ქვეყნის მრავალ ვექტორული პოლიტიკის საწარმოებლად. ეს მრავალ ვექტორული პოლიტიკა ძალიან მოდური რამ გახდა სამხრეთ კავკასიაში და არა მარტო, რადგან აი ამ ცვალებად სოფლიო წესრიგში, როდესაც უკვე ჩვენ გვყავს რამდენიმე დიდი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ერთდროულად გავლენა მოახდინოს ამა თუ იმ რეგიონზე, პატარა ქვეყნებს ეძლებათ საშუალება ითამაშონ აი ამ რამდენიმე ქვეყანას შორის. აი სომხეთიც ცდილობს ამას. ანუ გარკვეულწილად სომხეთის საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირება რუსეთისგან უფრო სხვა ქვეყნების მიმართულებით მაინც რა თქმა უნდა ასახავს, ანუ ეს თქო ირეკლავს იმ ცვალებად სოფლიო წესრიგს, რომლის პრინციპში თვითმხილველებიც ჩვენ ვართ. ამიტომაც რუსეთისთვის ძალიან საინტერესო პერიოდი იწყება მის საგარეო პოლიტიკაში სამხრეთ კავკასიის მიმართულებით. მისი ტრადიციული მოკავშირეები, პირველ რიგში სომხეთი, ხოლო შემდეგ უკვე აზერბაიჯანი, არ შეიძლება ჩაითვალონ კლასიკური გაგებით მოკავშირეებად. ურთიერთობები უფრო არის დამყარებული წმინდა, ასე ვთქვათ, საკუთარი ინტერესზე და არა რაღაცა მულტილატერალ თანამშრომლობაზე და ეს რა თქმა უნდა არის დიდი სიახლე რუსეთისთვის. რა თქმა უნდა ამ ქვეყანას იმდენად დიდი რესურსი გააჩნია, რომ მაინც შეძლებს ამ რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაკავებას თუ არა არსებული პოზიციების შენარჩუნებას, მაგრამ ისიც ნათელია, რომ აი პატარა ქვეყნებს ეძლებათ საშუალება გაიხედონ სხვაგან, რაც რა თქმა უნდა გარკვეულწილად ამცირებს გავლენას რუსეთისა. რუსეთს აქვს ძალიან ბევრი ბერკეტი, რომ იგივე აზერბაიჯანი და სომხეთი შეინარჩუნოს თავისი გავლენის ქვეშ. პირველ რიგში ესახება რა თქმა უნდა ეკონომიკურ ბერკეტებს. მეორე ალბათ ის არის განსაკუთრებით აზერბაიჯანის შემთხვევაში, რომ რუსეთს ძალიან მარტივად შეუძლია ის ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფანი გაატაროს სხვა მიმართულებით, თუნდაც მხოლოდ ცენტრალური აზიით, ან თუნდაც გადმოიტანოს ეს საქართველოზე. და რაც რა თქმა უნდა დააზარალებს უკვე აზერბაიჯანის პოზიციას და ხოლო სომხეთის შემთხვევაში რა თქმა უნდა იგივენაირად ვთქვით, ეს არის ეკონომიკური სანქციები და ეს არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დილემა, რაც სომხეთს გააჩნია, რადგან მისი 4-დან 2 საზღვარი ჯერ კიდევ დაკეტილია. უსაფრთხოების კუთხითაც არ არის სრულყოფილად დაცული და თავდაჯერებული შეიძლება ითქვას სომხეთი, რადგან მაინც ის ომი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოხდა და შემდგომი დაძაბულობა უკვე აზერბაიჯანთან საზღვრისპირა რეგიონებში, ამან რა თქმა უნდა დიდი კვალი დატოვა იმაზე, თუ რამდენად შეძლებს სომხეთი რომ ყავდეს, თქო, ძლიერი ჯარი, თავდაცვით უნარიანი, ასე ვთქვათ, სამხედრო ერთეულები, რომ ერთდროულად შეაჩეროს რამდენიმე მეტოქე, ან თუნდაც კონკრეტულად პოტენციურად აზერბაიჯანი. ამიტომაც სამხრეთ კავკასიაში რუსეთს ჯერ კიდევ აქვს უზარმაზარი ბერკეტები, მაგრამ რაღაცას ახალი იკვეთება, ისეთი სიახლე, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური კუთხით, რომელიც აქამდე მაინც და მაინც არ შეხვედრია ჩვენ თუნდაც აი გრძელვადი, ასე ვთქვათ, ისტორიულ პერსპექტივაში. საინტერესო ის არის, რომ სამხრეთ კავკასიისთვის დამახასიათებელი იყო ძირითადად ერთი ან ორი
დიდი მოთამაშის პაექრობა ამ რეგიონისთვის. იყო იშვიათი შემთხვევები, როდესაც სამი ძალა იბრძოდა ამისთვის, თუნდაც მაგალითად არაბები, ბიზანტიელები ან ხაზარები, შორეულ ასე ვთქვათ, მე-7-მე საუკუნეებში, შემდეგ იყვნენ ასე ვთქვათ ბიზანტიელები, იყვნენ სხვა მოთამაშეებიც, რომელიც ასე ვთქვათ ცალმხრივად ცდილობდნენ ხო ამ რეგიონზე ასე ვთქვათ ბატონობის დამყარებას. მაგრამ მე მქონდა ისეთი მაგალითებიც, როდესაც ერთდროულად სამი ქვეყანა ცდილობდა, ისევე როგორც არაბების პერიოდში, აქ ამ შემთხვევაში გულისხმობ უკვე სპარსელებს, ოსმალებს და რუსებს, განსაკუთრებით უკვე აი მე-17 საუკუნიდან, მე-18-ში და მე-19 საუკუნის დასაწყისშიც. მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ დღევანდელ პერიოდში, ბევრად განსხვავდება წინა ისტორიული პერიოდებისგან. დღეს ჩვენ საქართველოში და საქართველოს გარშემო ან ზოგადად სამხრეთ კავკასიაში ვხედავთ აი ამ მულტიპოლარულ, ასე ვთქვათ, წესრიგს შეიძლება ასე ითქვას, როდესაც ერთდროულად რამდენიმე ძალა და ეს არის 4-5 და ბევრად მეტიც პრინციპში იბრძვიან გავლენებისთვის. რა თქმა უნდა, გეოგრაფიული სიახლოვის გამო რუსეთს, თურქეთს და ნაწილობრივ ირანს უფრო მეტი უპირატესობა გააჩნიათ, ვიდრე მაგალითად ჩინეთს ან ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგრამ დონე აი ამ პაექრობისა ერთდროულად ამ 5-6 მოთამაშეს შორის ბევრად აღემატება იმ პაექრობას, რასაც ჩვენ ისტორიულად ხედავდით ამ რეგიონისთვის. ამიტომაც ეს არის საკმაოდ დიდი სიახლე, რომელსაც დღეს ეჭიდება რუსეთი ამ რეგიონში და რა თქმა უნდა, რუსეთი ცდილობს მიესადაგოს ამ ვითარებას და გამოიყენოს ის ხერხები, რომელიც მას გააჩნია. როგორც თქვით, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მიმართებაში მას ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი ბერკეტი გააჩნია, ასეთი, განსაკუთრებით სომხეთის შემთხვევაში, მაგრამ ამ ორმა ქვეყანამ შეძლო ამ უკანასკნელი პერიოდში, ასე ვთქვათ, გადაახალისოს გარკვეულწილად თავის საგარეო პოლიტიკა ისე, რომ დიდი ზიანი არ მიიღოს რუსეთისგან. რამდენად დიდი ხნის განმავლობაში მოხერხდება ამის განხორციელება უცნობია, მაინც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა ხდება უკრაინაში და საბოლოო ჯამში აი ის მომენტი, რომ რუსეთის მთელი, ასე ვთქვათ, ყურადღება მაინც გადატანილია შავი ზღვისპირეთისკენ, აძლევს საშუალებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს დღეს ჩვენ ვისაუბრეთ სომხეთზე და აზერბაიჯანზე, თუმცა იგივე თქმა შეიძლება საქართველოსაც, სულ უფრო მეტად გაიხედონ სხვაგან და ნაკლები ზიანს ელოდონ, ასე ვთქვათ, რუსეთისგან.